მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, დღეს 11 სექტემბერია, ხუთშაბათი და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მესამე სეზონს, რომელიც ეძღვნება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს და ჩვენ გავაშუქებთ, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესს. თუმცა დღევანდელ დღეს ჩვენ ცოტა გადავუხვევთ საარჩევნო თემატიკიდან, თუმცა მასეც ვილაპარაკებთ ცხადია, მაგრამ რაღაც 11 სექტემბერს შეესაბამება ხოლმე ტრაგედიული დღე და ამიტომ გუშინ მომხდარ ამბავზე გავაკეთებ ძირითად ასპექტს, ძირითად აქცენტს. ჩვენი სტუმარია დღეს გია აბაშიძე, პოლიტიკის ექსპერტი, ამერიკის მცოდნე, რომელთანაც გავშლით თემას, ლაპარაკი არის ისეთ ტრაგიკულ მკვლელობაზე, რომელიც გუშინ ამერიკაში იუტას შტატში მოხდა, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში, კონსერვატორის სპიკერი, ახალგაზრდა ადამიანი 31 წლის ჩარლი კირკი, ესე სნაიპერმა პირდაპირ გასროლით მოკლა. ყელის არეში გაარტყა ტყვია და ეს პრაქტიკულად ყოველს თვალწინ დაიღუპა. შეუძლებელი არ გაგახსენდეს ესეთი მკვლელობები, როგორც არის რობერტ კენედის, ჯონ კენედის, მარტინ ლუთერ კინგის, მალკომ ნიქსის და სხვათა. და რაღაცნაირად თითქოს ტრამპის დანაპირები ძველი ამერიკა ბრუნდება, რაღა მაინც და მაინც ამ ფორმით დაბრუნდა. აქედან გამომდინარე ეს თემატიკა გარდა იმ საკუთრივ მკვლელობისა, ჩვენ კიდევ ერთხელ გვაფიქრებს საკითხზე, რასაც ქვია ის გარემო, სადაც მსგავსი რამ ხდება. ეს არის ზიზღით და სიძულვილით სავსე გარემო, რომელიც ბუნებრივად შემდეგ ბადებს მსგავს მოვლენებს და შეუძლებელია, რომ მათ შორის რაღაც გარკვეული კავშირი არ დაინახო და არ იპოვო. რამდენიც არ უნდა აღმოჩნდეს ახლა, რომ ის მოკლა ვიღაც სხვა ადამიანმა, ეს იყო ფსიქიურად შეშლილი და ამასთან წინ უძღოდა ძალიან გახმაურებული შემთხვევა მეტროში უკრაინელი დევნილი გოგონა უბრალოდ რაღაცა გონებრივად შეშლილმა ადამიანმა მოკლა სრულიად უმიზეზოდ საკუთარი მის ნიადაგზე, მაგრამ სერიოზული ემოციური რყევა გამოიწვია, იმიტომ რომ ლაპარაკი არის ბოლო დღეებით ის კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე და იმ დამოკიდებულებაზე, საერთოდ როგორ არის ქვეყანაში პროცესი მოშებული, მაგრამ ეს მკვლელობა უკვე არ გავს ესეთი შეშლილი ადამიანის მკვლელობას, იმიტომ რომ ეს არ არის რომ შემთხვევით ადამიანს მოარტყა, არამედ ეს არის უკვე განზრახ დამიზნებით და დიდი ალბათობით განზრახ დამიზნებით და უკვე გარკვეული მოტივებით ჩადენილი მკვლელობა. ესეთივე სხვათა შორის მეორე მხრიდანაც ხდება ხოლმე მსგავსი რამ, ხო, რაღაცა ესეთი მე მახსენდება, რამდენიმე თვის წინ სადაზღვევო დიდი კომპანიის შუა მანჰეტენზე, დიდი კომპანიის იტალიური წარმოშობის ამერიკელმა მოკლა მართველი ამ სადაზღვევო კომპანიის და ამან გამოაჩინა მთელი ის უსამართლობა, რაც ამ სადაზღვევო სისტემაშია და სხვა შორის ძალიან ბევრი მხარდამჭერი შეიძინა ამ ადამიანმა. ყოველ შემთხვევაში სახეზე არის ეს ტრაგიკული სურათი და ჩვენ ვხედავთ აი ამ ფონს. თუმცა ჩვენ მაყურებელს დაახლოებით მოუყვეთ, მაინც ვიზია ლაპარაკი და რატო აღმოჩნდა ეს ადამიანის სამიზნე. გია მივესალმები სივრცეების აუდიტორიას, ნამდვილად შემზარავი შემთხვევა მოხდა და თანამედროვე მედიისა და სოცქსელების პირობებში ეს ყველაფერი ჩანს სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა ტელეფონებით გადაღებული და ასე შემდეგ. ვინ იყო ჩარლი კირკი? 32 წლის, 31-ზე ცოტა ზემოთ, კონსერვატორი აქტივისტი, მოაზროვნე, ქრისტიანი ადამიანი, რომელიც მუდმივად ქადაგებდა მშვიდობის ყოფილობას და რაც თავარია ქრისტიანული ოჯახური ტრადიციული ღირებულებების დამცველი იყო. ის იმდენად ასე თქვათ მჭერმეტყველი, ჭკვიანი, ენაწყლიანი იყო, რომ გამოდიოდა სხვადასხვა ფორმატებში, ფორუმებზე, პოდკასტებში, გადაცემებში, უნივერსიტეტებში, სხვადასხვა შტატებში და ის ძალიან დაახლოებული იყო ტრამპების ოჯახთან. იმდენად დაახლოებული იყო, რომ მაგალითად რამდენიმე თვის წინ, როდესაც ტრამპის უფროსი ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიაში იყო მოლაპარაკებებზე, იქ რაღაც ტერიტორიულ თუ რაღაც სამხედრო დათმობებზე, ამ დელეგაციაში, ვიწრო დელეგაციაში ყავდა კირკი. მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, რომლებიც არ ვიცით. ბუნებრივია ხა ტრამპი, როდესაც მისი თანამოაზრე დაიღუპება, თან ასეთი
სიძულვილის ენის პირობებში, მან არაერთი განცხადება მიუძღვნა და დღეს ამერიკაში გამოცხადებულია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებზე დაუშვან ეროვნული დროშა. იქ ცალკე მელანია ტრამპი, ცალკე FBI, ფედერალური საგამოძიებო სამსახური იძიებს და აქ არის უდიდესი შეკითხვები. თავდაპირველად იყო ვერსია, რომ დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელიც დააკავეს, შემდეგ გაუშვეს, გაუგებარი ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია, ეს იყო ვიღაც 60 წლის მამაკაცი, თეთრკანიანი, ამას აქვს სამწუხარო თუ საბედნიერო თუ რაღაცნაირად მნიშვნელობა, რომელიც არის დემოკრატების აქტივისტი, მაგრამ როგორც ახლა ბოლო ცნობები ამბობენ, ის ეჭვმიტანილია, მაგრამ რეალური მსროლელი სხვაგან იყოს დაახლოებით სადღაც რამდენიმე 100 მეტრის მოშორებით სნაიპერის შაშხანით თუ ასე ვთქვათ იარაღით შეიარაღებული. რა თქმა უნდა, ჩართული არის ხა შტატის პოლიციის გარდა იქ ჩართულნი არიან FBI და სხვა სამართალდამცველები, ბუნებრივია იპოვიან, მაგრამ ყველაზე მთავარი აი ამ კონტექსტში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის, რომ რაც ილონ მასკმა პირდაპირ დაწერა და ეს უკვე განიუსებულია მთელს პლანეტაზე, რომ მემარცხენეები არიან კვლელების პარტია. მემარცხენეებში ის გულისხმობს დემოკრატიულ პარტიას, ხო, მათ ოპონენტებს. საკმაოდ რთული ვითარება არის და ყველას გაახსენდა ის ტრამპზე თავდასხმები, სხვადასხვა თავდასხმები, ეს თავდასხმები მარტო არ არის ტყუისროლა და ვთქვათ, საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის მიყენება. ეს არის რატომ მოხდა ახლა ახლახან ვაშინგტონში, არა მხოლოდ ამის გამო, არამედ სხვა რაღაცების გამო, იმდენად აიწია ამერიკის დედაქალაქში. იმდენად გაუარესდა კრიმინალური ვითარება, რომ ფედერალური პოლიციის დაქვემდებარებაში გაუშვეს ვაშინგტონის პოლიცია და ეროვნული გვარდია შეიყვანეს. რატომ? იმიტომ რომ იყო არაერთი შემთხვევა მკვლელობის, გატაცების, მანქანების და მათ შორის თავდასხმები იყო კონგრესმენებზე, მათ სახლებთან, მათი კონგრესის თანამშრომლებზე. ზოგს მანქანა გასტაცეს დანის მუქარით, ყელზე მიბჯენით, ზოგს ასე ვთქვათ, წაართვეს ნივთები და ასე შემდეგ. ნუ ხა ამერიკის დედაქალაქია თუ რომელიმე ჩამორჩენილი აფრიკის ქვეყნის, აქ უკვე სერიოზული შეკითხვები გაჩნდა. ბუნებრივია ამაში ეწინააღმდეგებიან ტრამპს და ნუ ხა მან რა შეძლო, რომ აი ამ ბოლო თვეების განმავლობაში თითქოს ლოს-ანჯელესში მოაგვარა, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო და იძულებით დეპორტაციასთან დაკავშირებით, ახლა ვაშინგტონში ეროვნული გვარდია და ახლა აპირებს ჩიკაგოში. და ეს იმ ქალაქებში ძირითადად არიან დემოკრატები ადგილობრივ ხელისუფლებაში და ეწინააღმდეგებიან. და ნუ ახლა პრეზიდენტს აქვს ის უფლებამოსილება, რომ შეიყვანოს ეროვნული გვარდია, ეწინააღმდეგება ამას შტატის თუ მუნიციპალიტეტის ხელისუფლება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა არის აქ კიდევ უმთავრესი პრობლემა, რაც შენ აღნიშნე, რაც ხაზგასმულია მრავალი ხნის განმავლობაში სამწუხაროდ. პოლარიზაციის უკიდურესად მაღალი მწვერვალები, სამწუხაროდ მაღალი მწვერვალები, რომელიც გამოიხატება არა, მათ თქვა, სიტყვიერი დაპირისპირებით თუ ფიზიკური დაპირისპირებით, ეს პირდაპირ ხდება კვლელობები ღია ეთერებში, დაჭრები და ასე შემდეგ. ნუ გავიხსენოთ ის კიდევ კვლავ იდუმალებით მოცული შარშანდელი თავდასხმა ტრამპზე 1 ივლისში, როდესაც მას ესროლა სნაიპერმა და ესე ვთქვათ, კინოებშიც კი არ ხდება უროსანი, სტუდენტებიც კი არ გაკეთებენ, მივიდნენ სამართალდამცველები მყისიერად და იმ სახურავზე გაანადგურეს სამხილები, ანუ იქ სადაც იყო ეს კვლელი, ყველაფერი ვაზნა გაანალიზონ, დნმ, სხვისი კვალი, ანაბეჭდები, ასე ყველაფერი გაანადგურეს და თქვეს, რომ ნუ ეს აუცილებელი იყო, იმიტომ რომ რაღაც მოიგონეს ტექნიკური მიზეზი. ამ შემთხვევაში ახლა ეს არ მოხდება. ერთია, რომ ხელისუფლებაშია ტრამპი და მთელი მისი მთავრობა, ახლა FBI და დაზვერვა და ასე შემდეგ, ყველა სამართალდამცველი. მეორეა, რომ ახლა ტრამპს უყვარს პირადი შურისძიება, როგორც დადებითი, ის უარყოფითი და მისი ოჯახის ახლობელი. ხო, მაგრამ უნივერსიტეტის ეზოში მოკლეს. რაღაცნაირად პირველადი რეაქცია თითქოს ველოდით, რომ იქნებოდა უფრო ისეთი ხისტი, აგრესიით სავსე, რაღაცნაირად ანუ საპასუხო შურისძიებით ახსილი და აი მე უსმინე ხო პირველ რეაქციას რომ ჯერ სანამ დაადასტურებდნენ სიკვდილს მანამდე რომ გადარჩეს შემდეგ რომ აი მოკვდა რომ რაღაცა ოჯახი დატო აი
არ იყო ჯერჯერობით ეს არ არის გადათარგმნილი ერთგვარ პოლიტიკური სამოქმედო რაც მას ახასიათებს რაში რისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული ეს ამბავი თქვა რაღაცა პოლიტიკურად ანუ რა პროცესი შეიძლება დაძრას სახელმწიფოს მხრიდან თორე ხა საზოგადოებრივად ბუნებრივი ამას სერიოზული რეზონანსი მოჰყვა და უკვე მოჰყვება მაგრამ რაც შენ ჩარლი კირკის აღსაწერად გამოიყენე მე ამას დავამატებ რომ ჩვენ ნახეთ რა თქმა უნდა მას ყავდა უამრავი მსმენელი მხარდამჭერი ვისაც ის მოსმოდა და ბუნებრივია ყავდა ოპონენტებიც რომლებიც მას კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ ზოგი ძალიან აკრიტიკებდა უამრავ ადამიანს ზულდა ვერ იტანდა და აი ეს მისი ოპონენტები აი ამ შემთხვევაში გაიყვნენ ორ ნაწილად ანუ ადამიანების ნაწილმა ოპონენტებს გულისხმობ ეხა მხარდამჭერებს საერთოდ არ გულისხმობ მისი სიკვდილში რა თქმა უნდა დაინახა ეს ტრაგედია და ნუ მათთვის მიუღებელია და გაღმოჩნდა ნაწილი ადამიანების, რომელმაც გაიხარეს ამ სიკვდილით, აბარა ეგონა, მეც იმსახურებდა და ბუნებრივია სოციალურმა ქსელმა დააგენერირა უამრავი, ანუ უბრალოდ სული შემძვრელი მასალა თუ როგორ გამოხატავენ ადამიანები და აღიქვამენ ადამიანები ამ ტრაგედიას, ანუ ეს არ არის უბრალოდ სუდი, ეს არის სიძულვილიც კი გარკვეულწილად ჰუმანური აქტია, როცა რაღაც კონკრეტული მიზეზი გაგაჩნია, ხო, მაგრამ ანუ ეს დეჰუმანიზირებული ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ გრძნობენ ამ ტრაგედიას, ამიტომ ჩვეულებრივი რაღაცა მორიგი მემივით სკროლავენ და ამაზე აი ღლაბუცობენ თუ გლიცინებენ, როგორც ითქვენ, ეს არის ყველაზე სული შემძვრელი, საერთოდ ვერ აღქმა ამ ტრაგედიის. ადამიანები, რომლებიც ადეკვატური რეაქცია აქვთ, რომ ხვდებიან უბრალოდ რა ტრაგედია მოხდა და რაც თავარია თავარი მახასიათებელი, რომელსაც მისი რაღაცა მომწონებლებიც, ხარდამჭერების და ოპონენტებიც აღნიშნავდნენ, ამ ადამიანს ჰქონდა ნიშან-თვისება, რომელიც იყო ყველასათვის, ყველა ადეკვატურისთვის გარდა იმ პირველი ჯგუფისა, ვინც თქვი, შემცდები, რომ მას გააჩნდა აბსოლუტურად ისეთი მშვიდი, უწყინარი დებატზე დაფუძნებული დისკუსიის კულტურა და ის ახერხებდა, რომ ცივილურ ვერში დარჩენილიყო და ის არ წარმოადგენდა, თქვა და ესეთი ყვირალა კონსერვატორულ სპიკერებს, რომელიც ჩვენ ყველა ვიცით და რომლებიც პირიქით ხო, აი ამ აგენერირებენ, ხო, მსგავსი ტიპის მიდგომას ის ტაკერ კალსონივითაც არის. პირიქით ის დადიოდა, სწორედ შეიძლება ითქვას ტრის ბანაკებში, ამ ლიბერალურ უნივერსიტეტებში და ქმნიდა პლატფორმას, სადაც მხოლოდ დისკუსიაზე, მხოლოდ რაღაცა მოსაზრებათა გაცვლა, გამოცვლაზე დაფუძნებულ კულტურას უწყობდა ხელს და ეს აღნიშნა ყველამ, ხო, მის ოპონენტებაც კი ვინც არაფერში სიტყვაზე შეიძლება ითქვას, არ ეთანხმებოდა. მაგრამ ჩვენ ვნახეთ აი ეს დეჰუმანიზირებული ბრბო. ჩვენ ვნახეთ ეს მყისიერად, როგორც კი ეს ხა პირდაპირ ამას ეთერში მკვლელობის ვიდეოს ვერ აჩვენებ, მაგრამ ეს მყისიერად გავრცელდა გუშინ საღამოს და ანუ სადაც დაიდო ეს იმის ქვეშ კომენტარებში უბრალოდ ხდებოდა ჯოჯოხეთი. მე არ ველოდი სხვათა შორის რომ შეიძლება და ამისი გარკვეული ანარეკლი საქართველოშიც გვენახა, მაგრამ აღმოჩნდეს საქართველოში ადამიანები, ვინც იცოდა მისი არსებობის შესახებ, ვინც მისი ბიოგრაფია იცოდა, ვინც მას არ ეთანხმებოდა და ადამიანები, რომელმაც გაიხარეს მისი სიკვდილი. ხო, მიაწყერა ეს ანუ ნუ პირდაპირ წარმოადგენს, ხო, როგორადაც შეიძლება, ანუ ეს დეჰუმანიზირებული ადამიანები წმინდა ფაშისტური შიგთავსით წარმოაჩინეს ეს ანუ აქ უკვე აღარ არის ლაპარაკი, აქ თავდება თვითონ ჩარლი კერკის მის პერსონაჟზე ლაპარაკი, აქ ლაპარაკი არის განურჩევლად იმისა, ვინ არის მსხვერპლი, განურჩევლად იმისა, რა მოტივით და ვინ არის მკვლელი, აქ ლაპარაკი არის კონკრეტული სუბიექტის დამოკიდებულებაზე სამყაროს, გარემოს და ადამიანის მიმართ. და ასეთი მოტივებით გარემოს მიმართ და ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას ძალიან მარტივად ეწოდება ფაშიზმი. უბრალოდ ეს ადამიანები თვლიან, რომ ეს ფაშიზმი რაღაც სხვა არის, ისინი ცხოვრობდნენ სანამ დაიბადებოდნენ უკვე მაშინვე ისტორიის ნათელ მხარეს, რომლებიც ებრძოდნენ ფაშიზმს და დღეს თუ რამეა ფაშისტური, ეს არის რუსეთის იმპერია. ანუ ესე ფიქრობენ ეს ადამიანები, ოღონდ თვითონ დეკლარირებულად ღიად სააშკაროდ და უსირცხვილოდ დგანან აი ამ ფაშისტურ პოზიციაზე. ეს არის წარმოუდგენელი და ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოში და ეს ფაქტორი აქაც მდგომარეობს. ანუ როგორ ფიქრობ, რისი ბრალია ეს, იმიტომ რომ არსებობს ძალიან პირდაპირ კავშირი წმინდა ესთეტიკურ შეენარსობრივი, ხო? ის რაც ქართული კულტურისთვის არის უცხო და რაც ჩვენ შეიძლება გვინახავს რაღაც ტელევიზორში, ფილმში, რასაც ქვია საჭმელ, ეს მხოლოდ შეიძლება რაღაც კლიპებში მაქვს ნახე, საჭმელში ჩაფურთხება, დედის გინება სპეციალურად პროვოცირების მიზნით, იმიტომ რომ იცი ამას რაც მოყვება და სხვადასხვა ტიპის რაღაცა აქტივობები, რაღაცა
თავის დროზე კმარელების მიერ შემოტანილი და პირდაპირ სადაც ჩანს ეს კვალი, ხო ეს დატრენინგებული, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი პროტესტის ფორმებით, ეს რანაირად იყო მშვიდობიანი, ჩვენ თავზე კარგად გვაქვს ნაცნევი. ეს არის რაღაცა ერთგვარი ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელიც ერთ და იგივე ეს მეთოდური წიგნით მოქმედებს, თუ ამას რაღაც გარკვეული საფუძველი ქონდა საქართველოში, რამაც დაბადა ესეთი ანუ ისე ვიძახი არა ფარული, არამედ ღია დეკლარირებული აქტივისტები სწორედ აი ამ ლიბერალური ფაშისტური მიდგომით. თავისთავად სხვათა შორის ლიბერალური ფაშიზმი ითვლებოდა, რომ ეს ცოტა არანორმატიული ტერმინი არის, ესეთი რამე არ არსებობს და უბრალოდ ამ ადამიანებმა ანუ დღეს უკვე შეუძლებელია სხვა ტერმინი მოიფიქრო, ადამიანთა ჯგუფმა მთლიანად გაამართლა ეს დასახელება და სრული სისავსით ჩაეწერა მასში. ეს ჩვენი ეროვნული წარმოებაა თუ რა ფორმით არის იმპორტირებული? არა, ეს ერთი და იგივე ხელწერაა, უბრალოდ ეს კლასტერი, ხო ეს ნაცსექტის განყოფილება საქართველოში, მათგან უკვე მართლა არაფერი არ არის გასაკვირი. რატო ეძახით ნაცსექტას? რატო ვაბავთ ამას აი ამ ნაციონალურ მოძრაობას? იმიტომ ნაციონალურ მოძრაობაზე აღმოცენებული და შემდეგ განტოტებული და განშტოებულნი სუბიექტები არიან, თითქოს ემიჯნებიან, მაგრამ ფესვი აქვს, დიდი ფესვი აქვს საერთო, უბრალოდ შემდეგ აღმოცენებული მაგრამ ძალიან სერიოზული შენაკადი არსებობს, აქვს აქ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან წამოსული. იგივე, თუმცა ისენია ეს არასამთავრობო ეგრეთ წოდებული ორგანიზაციები, რამდენიც არის თქვა 40-მდე, ხო? მეტი ნაკლები აქეთ-იქით, ისინი ყოველთვის ერთი მესიჯ ბოქსით სარგებლობენ, როგორც შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ანუ დედაპარტიის მიშა სააკაშვილის სასარგებლოდ თუ მისი განშტოებების, ასევე საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე და ნამდვილად არ არის გასაკვირი აი ამ მყრალი ადამიანებისგან და მე არ მომერიდება მათ უწოდო ის რაც არიან, თუნდაც იმ მაგალითზე, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინათ ის საშინელება, რაც ერთ-ერთმა ქალბატონის თქმაც არ შეიძლება, ერთ ქალად წოდებულმა არსებამ ბექა ოდიშარიას მიაძახა, ხო? და ეს აი ზუსტად ეს აი ესენი არიან ჰიბრიდული რაღაცა გენური ინჟინერით თუ შავპიარული ინჟინერით შექმნილი ადამიანებად წოდებული არსებები, რომლებიც აი ეს ზიზღის სიძულვილი რაღაც ჩაუდებენ ასე ვთქვათ ბრძანებას და იმეორებენ ერთსა და იმავე, ну სხვადასხვა სიტყვები, ძირითადად ერთი და იმავე ფრაზებით, თვითონ მათ მეტი ასე ვთქვათ ფანტაზიის უნარი არ აქვთ და ეს თუ თიყუშებივით, გუში რაც ხდებოდა დღესაც რაც ხდებოდა, ხო, ეს რაც თქვი ამერიკაშიც და იგივე ხდებოდა აქაც, ხო, ეს რაღაც მიწყევლება, მიცვალებულის ასე ვთქვათ სიკვდილით გახარება და ასე შემდეგ და არ არის გასაკვირი, მაგრამ ეს ადამიანები არიან ესეთი სიძულვილით გამშვალულები, რომლებიც დგანან მაგალითად აი ამ ბოლო დღეებში მელიქიშვილის გამზირზე. რუსთაველი დავანებოთ თავი თქვათ კალაძის პოლიტიკურ შტაბს, საარჩევნო შტაბს, ხო? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავს ესხმიან იმ გამლელებს, ხცოვან ადამიანებს, მძღოლებს რუსთაველის გამზირზე, რომლებიც მიდიან სახლში, ან საქმეზე, ან სახლიდან სადღაც მიდიან და როგორ თუ არ დგანან მათ გვერდით, როგორ თუ არ ყვირიან რაღაცა უშვერ სიტყვებს და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანები, რომლებსაც თქვათ ელენე ხოშტარიას ვალუტის ენაზე ქვია ბიდლო, ეს დამკვიდრდა, ხო? და კარგი პოსტი ქონდა გუშინა ერთ-ერთ ინტელიგენტად მცოდნე ადამიანთან დაკავშირებით. პერიოდულად აი ამ ბიდლოში ჩნდებიან რაღაც რამდენიმე კვირით პროფესორებად პოზიციონირებადი ინტელექტუალი ადამიანები, რომლებიც ჩუმად არიან, არ ყვირიან, დუჟმორეულები არ დარბიან, მაგრამ რაღაც იმ ადგილზე აძლევენ ეთყობა რაღაც ინსტრუქციებს. ერთი თვე თქვათ, ერთია, მეორეა და ნუ მაყურებელს მათი სახელები და გვარები რო უთხრა აუდიტორია არაფერს არ ეუნება, იმიტომ რომ ნუ ერთი კლასტერია, ერთია ესე მყრალი, ასე თქვათ, ლუზერების შეკრება არის, რომლებიც სვლიან სახეებს, გვარებს და ასე შემდეგ და ის რომ ისინი არსებობენ საქართველოშიც გასაკვირი არაა. და ახლა იცით რა არის, რომ ისმის გარდა ამ პოლიტიკური ხარისა დიდი ხანია თაწმინდის, ვერის მოსახლეობა, ვაკის მოსახლეობა, იქაც ეს ეპიცენტრი ამათი სირბილის, ხო? განსაკუთრებით ამ თავიანთ შაბაშებს რომ მორჩებიან ჭინკურს, აწუხებენ ხალხს მიმდებარე რეგიონებში, მიმდებარე ქუჩებში თუ სკვერებში. ყვირილით, ღრიალით, გინებით, დიდი ბევრ შემთხვევაში არაფრიზე მდგომარეობაში არ ვიცი რა საშუალებებით
და ეს გარკვეულწილად შფოთი წვევს იქ არსებულ მოსახლეობაში, მათ შორის იმ ოპოზიციურად განწყობილებს, რომელიც არ არიან მაინც და მაინც ქართული ოცნების მომხრეები. გასაგებია, რომ თქვათ იქ საბათარ დარღვევაზე იქნება რეაგირება ადეკვატური, კანონიერი, დემოკრატიული, თქვა დააზიანეს, შეაგინეს, ვიღაცას დაარტყეს, მაგრამ ეს რაღაცნაირად მოსაგვარებელია ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ ამ დაძაბულობის სპირალი ვიცით რა, გარკვეულწილად ხანდახან ხოლმე მოკლე ჩართვები ხდება. რომ დაანონსეს, რომ 4 ოქტომბრამდე იქნებიან მელიქიშვილის გამზირზე, კი ბატონო, თვითშეგნება მაღალია, პასუხისგებლობა, კანონმორჩილება ქართული ოცნების მხარდამჭერთა და აქტივისტების მხარეზე არ გამოდიან, მაგრამ ვინაა დაზღვეული, რომ გამწარებული, ვერელი ან თუნდაც გლდანელი, ან თუნდაც დიდუბელი არ მივა იმ მელიქიშვილის გამზირზე, რამდენიმე ადამიანი და მოხდეს ფიზიკური შეხლა შემოხდა. ამას დაარქმევენ სუსის რუსულ სპეცოპერაციას. დიდი ალბათობით ის, ვინც მეორე მხარეს იმყოფება, თომას შეიძლება მხარე დავარქვათ, ხო? იმიტომ რომ ეს არის ძირითადი ნაწილი საზოგადოების, იმიტომაც აკეთებს იმ არჩევანს, რომ ადეკვატურია და მეტი ხარისხი აქვს თავშეკავების. ფსიქიურად მოწყვლადი ადამიანებით манипуლირება ადვილია და ბუნებრივია მსგავსი რამ იქიდან ხდება. შენ ახსენე ჩემი პოსტი, რომელიც გუშინ დავწერე, იმიტომ რომ სიტუაცია შეიქმნა, რომ მე თვალს ვადევნებდი თანთანობით როგორ ხდება. ნუ ეს კლასიკური ფორმატია ნარატივის წანაცვლება და რაღაც სურათი ისე დახატვა, რომ ის რაც მოხდა მელიქიშვილის გამზირზე, ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების ბრალი. მე ჩემი საცხოვრებელი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, თითქმის ანუ ოპოზიციურ თუ სხვადასხვა ტიპის აქციების შემსწრეც ვარ და ყოველთვის გავდივარ ხოლმე ნახულობ ათვალიერებ, მაგრამ ეხლა იმიტომ რომ არის რაღაცებიც ეკრანზე არ ჩანს და გაინტერესებს შემადგენლობა, როგორი განწყობა არის, ვინ დგას, რა სიტყავს და ბევრი რაღაცა შეგინ ჩანს ხოლმე, ხო ეს? ქსოვილი ამ საპროტესტო გამოსვლების. მაგრამ გამომდინარე ამ არჩევნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ამასთან მეტი შეხება მაქვს, გადავწყვიტე, რომ 4 შაბათობით აქ ეთერი გვაქვს, ანუ 3-ში იყო 4 შაბათს გახსნა, როცა გაიხსნა და შემდეგ იმის მერე ყოველდღიურად მე დავდივარ და მაინტერესებს თვითონ დაიწყო მერე იქაც ეს საპროტესტო, მაგრამ ამ მხარდაჭერთა ჯგუფში შტაბში დავდივარ. და ამიტომ ჩემი თვალწინ ხდება ის რაც მოხდა ეს ყველაფერი რა. ეს გაშლილი არის იქ, როგორი არის ამის შემდგომ, ვინ მოდის ეს ადამიანები, თითოეულს რა როლი აკისრია, როგორ ყვირის, ვინ არ ყვირის, იქ ის რაც არ ჩანს ეკრანზე, იმიტომ რომ იქ ძალიან კონკრეტულად ხდება გააჩნია რომელი მედია მისული გადაღება. ამიტომ ჩემთვის მე როგორც თვითმხილველისთვის ძალიან საინტერესო იყო ამაზე დაკვირვება ეს რა და როგორ ხდება. და დიახ, აი ძალიან მობილიზებულს, დატრეინინგებულს, სპეციალურად ამ საქმისთვის, ანუ წინა ხაზში მდგომი მყვილ ადამიანების უკან დგას ადამიანები, რომლებიც დგანან სისტემატურად, იმიტომ რომ ის კადრებში მყავდა ადრე ნანახი და შემჩეოდა. ეხლა უკვე საშუალება მქონდა რომ მათ ყოფნას და ანუ ხანგრძლივად ქცევას დავკვირვებოდი. დგანან ადამიანები, რომლებიც ხმას არ იღებენ, ამას თლიანად თანაუგრძნობენ, არანაირად არ ცდილობენ იქვე დააკორექტირონ ან ვიღაცას უთხრან რომ რაღაც არ დააშაოს, არ გააფუჭოს. ანუ ეს ნიშნავს რომ თლიან თანხმობაში იმყოფებიან და მათ დამოკიდებულებიდან ჩანს რომ ეს მანამდეც კარგად დადგმული ალგორითმი, იმიტომ რომ ერთ დღეს თუ რაღაცა მოხდა, მეორე დღეს ხო ცდილობ ვიღაცას უთხრა. მე როცა თქვათ იქ შტაბში მივდივარ, ანუ ჩვენ შემთხვევაში ესე არ არის. მე არც შტაბის უფროსი ვარ, არც რაიმე ორგანიზატორი, არაფერი, მაგრამ რა კი იქ თავისუფლად შემესულება, ბუნებრივად თავისუფლად ვიძახით ჩემ დამოკიდებულებას, რომ რაღაცა ქცევა კარგია, რაღაცა არ არის. იქიდან გამომდინარე სიტუაცია როგორ ვითარდება. საპირისპირო მხრიდან ჩვენ ვხედავთ ერთნაირი ფორმატით მოქმედ დაგეგმილად მოსულ ადამიანებს, რომელსაც დღითი დღე არ ემჩნევათ რაიმე ცვლილება. ანუ ეს კარგად გაწერილი ალგორითმია, რომ ესე უნდა მოვიქცეთ, ეს შეძახილები უნდა მოხდეს, ამ ტიპის პროვოკაცია, როდის უნდა დამძიმდეს, სად უნდა გადავიდეს და ასე შემდეგ და უბრალოდ ეს ტრენერები მეთვალყურებად ესე კარგად დგანან და ამ ყველაფერს ესე აკვირდებიან და ეს მეორდება ყოველ დღე, დღე და ეს არის კარგი მაგალითი. საჩვენებელი, როცა იძახიან ხოლმე რა სისულელია, ვინ დგას უკან და ვისი უხილავი ხელი აფათურებს. აი ზუსტად ამნაირად აფათურებს, რომ იმის უკანაც დგას უკვე ვინც იქ არ არის. ესენი არიან მინდორზე
არსებული პედაგოგები და ტრენერები, კოორდინატორები, ვინც ამ სიტუაციას აკონტროლებს და შემდეგ თვითონ იცის იქ რა მოხდა, რომ კიდე დამატებით რჩევები მისცეს, უყურეთ აი ამ გაცხადებულ ხაზს. ეხლა მე ეს ლაპარაკობ, ეს რაიმე შეთქმულება არ არის. ეს პირდაპირ არის ნათქვამი და გაცხადებული, თორემ მე რომ გადავხედე ყოველ მასალას ვერა, მე კიდე რაღაცებს ნახავ, იქ გამოხმაურებაც მივიღე, ჯერ არ მინახავს, მაგრამ ის პირდაპირ არის ნათქვამი, თავარი გზავნილები, რომ ეს ქალაქი არ არის ჩვენი, ეს ქალაქი არის მათი. აქ არ აქვს უფლება ჩვენ დაუპატიჟებელები, ისინი არიან მასპინძლები, ისინი აქ ცხოვრობენ, ჩვენ აქ ყოფნის უფლება არა გვაქვს და რატო გაუგებარია გეგონება მე ბუკვალურად მე თუ გვერდზე ქუჩაზე გავიზარდი ამ ქუჩებს შორის დიდი განსხვავებაა არ მესმის მაგრამ მაგას არ აქვს მარკეტილელი არ უნდა მოდიოდეს ვერაზე და ვერელი არ უნდა მიდიოდეს და კიდე სხვა ქალაქიდან არ აქვს თითქოს ის არა ქვია სენაკი და სამტრედია ხო ნუ აი პროვინციული ნაცგოიმური ფაშიზმი აქედან გამომდინარე ეს დამოკიდებულება არის ღიად გაცხადებული და უბრალოდ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ მე ამაზე გავაკეთო აქცენტი. აი სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან იმ იდეოლოგიურ ჩარჩოს, ყოველდღე წერენ გრძელ პედაგოგიურ ტექსტებს, რითაც ახდენენ ამ რეკრუტირებას და ამ ზიზღის კულტივირებას. თვითონ რა თქმა უნდა არ გაისურვეს ხელს წინა რიგში ჯგუფისთვის, ამის არიან ჩვეულებრივი ადამიანები, მათთვის რომელიც არის სახარჯი მასალა. შემდეგ ვიღაცა რაღაცა შეასხავს ბანერს, მოუწევს იმას პასუხისგება, ეს გააგრძელებს მეხლე სხვა ადამიანის რეკრუტირებას. ისე რომ ამაზე საერთოდ არანაირ პასუხისგებლობას არ იგრძნობს. ის ვინც ამ ძალადობრივი აქციებისას იყო დაკავებული, ეს არის მსხვერპლი და პირველ რიგში ვინც არ არის დაკავებული, მათ უნდა იგრძნონ ეს პასუხისგებლობა. ჩვენ ამ პასუხისგებლობას კი ვერ ვხედავთ და ვერ ვიგრძნოთ. პირიქით, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეს ხალხი ჯიუტად აგრძელებს იგივეს მოწოდებას და გაუგებარია სადამდე აპირებენ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ მათ ნახეს, რომ ეს ჩავარდა. მათ ნახეს, რომ მთელ ამ ოპოზიციური ველიც კი მათივე კვლევებით თუ რეალობით გაიყო. მიხვდნენ, ზოგმა აღიარა ღიად კიდევაც. მე ძალიან გამიკვირდა რომ ნახე. მე ნახე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც იძახიან, რომ დაუშვებელია ეს პოლარიზაცია, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ უკვე ეს გავიარეთ 92 წელს და ძალიან გამიკვირდა ამის მოსმენა მათი მხრიდან. ნახე ოპოზიციის წარმომადგენელი და ლიდერი, რომელმაც თქვა, რომ იცით რა არის ჩვენი წინააღმდეგობის გეგმა რაც ქონდა, ეს ჩავარდა უბრალოდ და ჩვენ ეს რაღაც საზოგადოებრივი აზრისთვის თუ სხვა რამისთვის ბრძოლა წავაკეთ. ეს პრაქტიკულად არის აღიარება, რომ აი ესეთი გამოგონებული გაყალბებებით პროტესტი და ვერაფერი ვერ იქნება და შემდეგ ნაწილმა გადაწყვიტა მიუხედავად უკვე მეორე ნაწილის ბულინგისა, რომ დაბრუნდეს ამ პოლიტიკურ ჭრილში და კალაპოტში, ხო? იმის ნაწილი კიდე აღიარებს, რომ ორივე მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ ველზეც უნდა იყვნენ და საპროტესტო აქციებსაც ხარი დაუჭირონ. მაგრამ დარჩა ეს აბსოლუტურად ექსტრემისტული, ფაშისტური განწყობების ადამიანები, რომლებიც ხალხს ყოფენ, რომ აი ჩვენ ვართ დაბანილები და თქვენ ხართ ბინძურები, აი ამ ტიპის. ანუ გარეგნულათაც კი ამას გამოხატავენ და ამას არ ერიდებიან, მიაჩნიათ, რომ ეს არის სწორი ფორმა კომუნიკაციის და ვნახოთ ეს სადამ მიიყვანს მათ ეს ფორმა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს პოლიტიკური ველი ამგვარად ფრაგმენტირდა ოპოზიციური და დაახლოებით ერთი თვე ჩვენ მოგვიწევს ამის ატარება. შენ როგორ ფიქრობ 4 ოქტომბრამდე დარჩენილ ვადაში? აი ამ ფონზე მით უმეტეს რომ მსგავს ტრაგედია ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება აი ამ ზიზღის ველს და ამის მკვლევარები საქართველოსიც ბლომად ყავს. როგორ ფიქრობ, როგორ გავივლით ჩვენ ამ პერიოდს და რა შეიცვლება 4 ოქტომბრიდან? გავივლით, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და ღირსეულად, როგორც ეს შეეფერება ქართულ საზოგადოებას, ბუნებრივია იქნება გარკვეული რყევები, ეს რაღაცა ობსტრუქციის მცდელობები და ეს მართლა საბრალო აქტივისტები, რომლებიც გონება დაბინდულები არიან, მათ ეტყობა რაღაც აჯერებენ, რაღაც მეთოდებით თუ რაღაც ანგარებით, ნუ ანგარების მომენტიც არის, რა თქმა უნდა, იქა და ფინანსური თუ სხვა სახის მატერიალური აჯერებენ ამათ, რომ იმარჯვებს ეს რადიკალური პარტიები, მოდიან გამოგლიჯავენ ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, ნუ ყველაფერი ბჭყალებში და გაათავისუფლებენ ეგრეთ წოდებულ სინდისის თუ პოლიტპატიმრებს თუ რუსეთის რეჟიმის პატიმრებს და ასე შემდეგ, სისულელეები. ბუნებრივია, მაგრამ ეს ადამიანები შემდეგ უკვე კანონის წინაშე სასამართლოებში აგებენ პასუხს შესაბამისი კანონმდებლობით და ეს ბრიყული და სულელური შეკითხვები, რომელსაც უსვამენ, თქვათ, აი დღეს მაგალითად პრემიერ-მინისტრის ქალაქი, დედაქალაქის მერ სევნებიან. რატო ჩასვით ეს ადამიანები ციხეში?
ანუ ზუსტად იმავე მითი სიფტყიდან უყურებენ, რაც ხდებოდა ნაცმოძრაობის დროს. რაღაცას თითებს გაიქნევდა, დააწყაპუნებდა სააკაშვილი თუ მერაბიშვილი და რომელიმე მინისტრი ან თქვათ მერი ჩასვამდა ვიღაცას ციხეში, სასამართლოსა და ყოველგვარი ასე ვთქვათ სამხილების გარეშე, მაგრამ ეს ახლა არ არის. დააშავე აგებ პასუხს. შესაბამისი მუხლების მიხედვით და თანაც ვიმეორებთ სულ რომ ლომობიერია ჩვენი პოლიცია, ჩვენი მართლმსაჯულება იმასთან შედარებით, რაც ხდება თუნდაც საფრანგეთში. ხო ხედავთ რა ამბავია საფრანგეთში ახლა ამ საბიუჯეტო შეკვეცის გამო, ხო 53 მილიარდზე ვერ შეთანხმდნენ, მთავრობა გადაყვა და აბა შევხედოთ კიდევ ერთხელ პარიზის ქუჩებში რა ხდება. გადაკეტეს ქუჩა, ხო? აქ 10 ჯერ უფრო ნაკლები ადამიანი ცდილობს და კეტავს რუსთაველს, ხო? თუ მელიქიშვილს. გადაკეტეს, გავეშებული მივარდნენ სპეცრაზმელები, ფრანგები, ხელკეტებით, სპეცსაშუალებებით და გარეკეს ეს ხალხი, აი სული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წიხლებით გადარეკეს ტროტუარებზე. ასე იქცევა ჩვენი პოლიცია, არ იქცევა. ითმენენ თმენის ვალდებულება, ღირსეულები არიან, კანონმორჩილეები, ქართველები არიან და აი რო ხედავენ, აი ვიღაცა ერთი ჭინკა იყო გუში, დაინახა 4 კამერა უღებს ერთ-ერთი, ისიც ვითომ ქალბატონი. დაიწყო ყვირილი, კივილი, წივილი და აი ბრავო იმ ჩვენს ოფიცრებს უყურებენ ეს, აი როგორც აი არა შეურაცხადი კი არა, აი რაღაც არაფრიზელ მდგომარეობაში არის, რაღაც აი კლიპებში ვარ, რაღაც საღლიცინო კლიპებში ვარ, ყვირის რაღაცას რო აჩმახებს ბოდიში ჟარგონისთვის და ესე. გაქრნენ ის კამერები და ამის ჩხავილი მათ დაიწია. ხო, ეს ნაწილი აი ესენი არიან. ამ ნაწილზე აქცენტი. ეს არის ეგრეთ წოდებული პრადვიდონი smart girl არის. smart კი არა, ნუ აი ჩაშვებული ნაც გოიმია მარტივად. არაფერი არ მოხდება წინა ხაზზე, თუ ამას არ გააჩნია შესაბამისი ვერბალური კონტექსტი, რომელსაც ქმნიან უკან სპეციალურად ეს ადამიანები, ვინც არის გამოყენებული. ეხლა რომ მოიგდეს დროშები, კრებზე და ვითომ პატრიოტები არიან. იდეოლოგიებად, პედაგოგებად და ტრენერებად, ამათ გარეშე ეს არ ხდება, ის სხვა არ მიდის ის ვიღაცა ეგეთ ბარიკადზე, ამ იდეოლოგიური მხარდაჭერის გარეშე. მათ ესმით ეს რასაც ნიშნავს, სწორედ ამის გამო ეს დააბრალეს ერთ-ერთ ადამიანს საქართველოში, რომელიც პირდაპირ ამბრალდებით იჯდა ციხეში წინა ხელისუფლების დროს. და საქმე იმაშია, რომ თავარი ბრალეულობა ბუნებრივია მათ უნდა იგრძნონ და როდესაც ლაპარაკია პროპაგანდაზე უნდა ესმოდეთ ეს რას ნიშნავს. უნდა იცოდეთ და ხშირად ხოშს არ უყვართ ამას ვახსენებ ხოლმე რუანდის ამბავს, რუანდის გენოციდში, რომელიც ბევრად მასშტაბური მოვლენა იყო, ბუნებრივია მილიონი მთელი ეთნოსი იმსხვერპლა. რა როლი ითამაშა მედია. ეს კარგად უნდა იცოდნენ და საერთოდ რაღაც ბევრი რაღაცები უნდა წაიკითხონ ხოლმე რა გაერკვნენ და მე არ უნდა იცოდნენ. მე არ უნდა ამბობდნენ რომ არ იციან რას აკეთებენ და მეორე არის საკუთრივ მედია თვითონ, რომელიც ესე როგორც სხვაები არიან ხოლმე, ხო იცი? ჯერ მედიის გამოჩენა პირდაპირ ხვდები რომ ეხლა აქ რაღაც უნდა მოხდეს რა, იმიტომ რომ ის მობილიზებული და დადგმულია. ძალიან ბევრი ნიშანი არსებობს და ნუ მოკლედ აი ამ ინფრასტრუქტურის თუ არქიტექტურის აღწერას ბუნებრივია აქვს ერთგვარად მნიშვნელობა. თუმცა რომ დაუბრუნდეთ ჩვენ იმ თემას, რასაც ქვია ეს ახსენე შენ საფრანგეთი. და ჩვენ ეხლა გადაფარა გუშინდელმა ტრაგედიამ ეს ამბავი, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ძალიან საინტერესო მომენტი, იმიტომ რომ საფრანგეთის მთავრობა მართლაც გადადგა, არის ბუნებრივი პროცესები და ამ დროს დონალდ ტრამპმა დაიწყო მორიგი იერიში ევროპის წინააღმდეგ, ოღონდ ამას დაარქვა რუსული სანქციები. რომ მოდი რუსეთი რა ახალ ომს არ წყვეტს, ესე დაერქვა ამას. მოდი ეხლა მას მოუჭიროთ. ოღონდ ყველა ხვდება რომ ეს მოჭერა ნიშნავს, ანუ ევროპამ უნდა დაადოს სანქციები, ანუ ეს ნიშნავს რომ ისინი რომ მაინც სარგებლობენ გარკვეული ვაჭრობით, ამაზეც უარი უნდა თქვას, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს მათ. მათ აიღეს ვალდებულება გამალებული შეიარაღების და მილიტარიზაციის, აიღეს ვალდებულება რომ ამერიკას კიდე თავის ფულს გადაუხდიან, აქვს სოციალური ვალდებულება და პლუს კიდევ უფრო უნდა შეზღუდონ ეს იაფი რესურსის მიღება. რაც რეალურად ეს არის მარყუჟი სწორედ მათ კისერზე. შეუძლებელი ამას ვერ ხვდებოდნენ და როგორ ფიქრობ, ეს პროცესი სადამდე შეიძლება განვითარდეს? იქამდე განვითარდება, ვიდრე არ შეწყვეტენ ევროკრატები ომის წამქეზებლობას უკრაინაში. ამას ტრამპმაც არაერთხელ თქვა,
სხვა მისმა თანამოაზრეებმა, მაღალჩინოსნებმა თუ პოლიტიკურმა კომენტატორებმა ეს თქვეს, რომ კი ბატონო, აწუდის იარაღს უკრაინას ამერიკა და ამაში ცენტსაც არ ხარჯავს ამერიკელი გადასახადის გადამხდელი და ევროპელი ხარჯავს ის ყიდის ევროპას და აწუდის ევროპა. ანუ ამერიკა თავის დროზე გადაწყვიტა ეს ფორმატი პრეზიდენტის არჩევნები შეიცვალა და შეიცვალა ფორმატი. სამშვიდობო პროცესს რა თქმა უნდა აფერხებს, აკეზებენ ზელენსკის რომ ამაზე არ მოაწეროს ხელს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? ხათა ცვანგი კი არა, იმაზე უარესი არის, გამოუვალ მდგომარეობაშია ზელენსკი. ადრე თუ გვიან მოუწევს ხელი მოაწეროს რაღაცას. ეგეც გაუგებარია ზელენსკის ხელმოწერას მიიღებს კრემლი თუ არ მიიღებს, თუ რაღაც დროებითად მიიღებს და შემდგომ არჩევნებს დაელოდება, მაგრამ სანამდე არ შეწყდება ეს შტრაიკბრეხერობა ტრამპის სამშვიდობო ქმედებების, ასე თქვათ, დაბლოკვაში, მანამდე ეგ გაგრძელდება. ბუნებრივია ტრამპს აქვს სხვადასხვა ბერკეტები, ამისთვის გააკეთებს ამას, მე არ ველოდები რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს გადააყენებენ ევროკომისიის პრეზიდენტის კიდევ ერთი იმპიჩმენტის საკითხი დგება, იმიტომ რომ უწინარესად იმ კაბალური სავაჭრო შეთანხმება ამერიკასთან პლუს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა ევროკავშირის ბლოკში და ასე შემდეგ. თუმცა მე არ ველოდები რომ ხისტი დაპირისპირება მოხდება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, აქ უფრო იქნება ტრამპის კიდევ უფრო გამოკვეთილი ჰეგემონობა, რომ მე რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ ევროპამ უნდა დამიჯეროს. ამაზე იქნება დიდი მცდელობა, ამაზე მიმდინარეობს რესპუბლიკელების მხრიდან დიდი პროპაგანდა. სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, არ ვიცით, ან როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი, ესეც არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, ეხლა რაც მოხდა, ეხლა კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, ეს გადაიფარა ხო პოლონეთში ეს რუსული დრონების შემთხვევითი თუ არა შემთხვევითი შეჭრა, ხო? ერთადერთი, რასაც მიაღწია ნატომ, ეს არის მეოთხე მუხლის ამოქმედება ვარშავის მოთხოვნით, რომ სასწრაფო კონსულტაციები წევრ ქვეყნებს შორის, მაგრამ შეთანხმდებიან კი ეს რა იყო, დარღვევა, აგრესიის ცდილობა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ იქნება ბევრი ბლა ბლა ბლა, მაგრამ რეალურად, აი, როგორ პასუხს გასცემენ რუსეთს? როგორ პასუხს გასცემენ რუსეთს იმაზე, რომ დაუხშეს GPS სიგნალები ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს, როდესაც ის პლოვდივში ჯდებოდა, ბულგარეთში, ხომ და პილოტები, ფრინავები იძულებული იყვნენ ქაღალდის რუკებით დაესვა თვითფრინავი. ეს ხო არის აგრესია. და ამას თვითონაც არ მალავენ არც ბულგარეთის, არც ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები. ეს ხო არის თავდასხმა. რა მნიშვნელობაა კიბერთავდასხმა თუ GPS ჩახშობა თუ მით უმეტეს დრონების შემოფრენა ქვეყნის ტერიტორიაზე. ესე იგი, ეხლა კალენდარზე არის 2025 წლის სექტემბერი. და ყოველ წელს ახალი წელი დგება. ახალი თვე დგება და იცვლება რეალობა. არსებობენ ადამიანები და ამერიკაში ეს რეალობა დადგა, რომლებიც ხედავენ დედამიწაზე რა რეალობაა, რა ძალთა ბალანსია, ვინ რა რესურს ხარჯავს, ზოგი ფინანსურს, ზოგი ადამიანურს, სადომი მიდის და როგორი დაპირისპირება მიდის და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აი ესე კონკრეტულად რო გავაკეთოთ 2013 წელს. ყირიმში შეტევამდე და თან აი საქართველოში განსაკუთრებით არის ეს 2013 წელი. ჯერ ყირიმი მომხდარი არ არის, მაგრამ 2012 უკვე მომხდარია რა, როცა ეს ნაცმოძრაობა დამთავრდა და მე ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც აქვთ აი ეს 2013 წლის სოფლიო რუკა და განლაგება, მათთვის არის ის, რაც არის სწორი. და იძახიან, რომ ეს ყველაფერი უნდა აღდგეს და დაბრუნდეს. მას შემდეგ გავიდა 12 წელი, სიტუაცია უარესდება და აგრესორი მხარე იძახის, რომ იცით რა არის, თქვენ მოგიწევთ იმ რეალობის მიღება, რაც დავაყენეთ. აქედან უკან დახევა არ მოხდება. ეხლა სავაჭრო არის, რომ ჩვენ წავალთ უფრო შორს თუ გავჩერდებით. მაგრამ ნაწილი და განსაკუთრებით ეს ევროპაშია შემჩნევი იძახის, რომ არა, ეს უნდა დაბრუნდეს 2013 წლის რეალობა და მიმდინარეობს ამის გამეორება და გამეორება. ანუ 12 წლის შემდეგ, ამერიკაში მიხვდნენ, რომ იცი რა არის ხა ამხელა იმპერიას არ აქვს ფუფუნება, რომ აყვეს ილუზიებს, ხო? ილუზიებს, რომელიც მოდის კონტინენტიდან, რომელსაც ეკონომიკურად ერთი მხარე ამარაგებდა და სამხედრო თავდაცვით მეორე მხარე უზრუნველყოფდა და ის შეგნით რაღაც ერთგვარი სოციალიზმი გაფურჩქნა. ეს ფუფუნება აღარ არსებობს. ჩვენ დრო პრაქტიკულად ამოიწურა და როგორ ფიქრობ, აი ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, როდის ცივილიზებულ სამყაროში ეს ჩვეულებრივი კალენდარი, როდის დაბრუნდება და როდის მოხდება აღიარება, რომ სინამდვილეში რანაირი არის გეოპოლიტიკა, ძალთა ბალანსი და რა ტიპის ახალ მულტიპოლარულ დღის წესრიგში ვცხოვრობთ.
მე ვფიქრობ, რომ მულტიპოლარული დღის წესრიგი კიდევ უფრო გავრცელდება და არ აქვს მნიშვნელობა იმას თქვათ უკრაინის საკითხი როგორ დასრულდება, უკრაინისთვის სამწუხარო და სავალალოდ სამწუხაროა ის, რომ იწინასწარმეტყველა და თქო ამბობს ფაქტებზე დაფუძნებით პრემიერი ორბანი, რომ სამ ნაწილად დაიყოფა ეს ქვეყანა, პროდასალური, შუაბუფერული და აღმოსავლეთი პრორუსული. შემდეგ უკრაინის თემის შემდეგ უკვე რა არის? რაღაცა ცხელი წერტილი, რა თქმა უნდა, იმდენი არის ახლო აღმოსავლეთი და ეს 3 სექტემბრის პეკინის გრანდიოზული სამხედრო პოლიტიკური აღლომი ტყუილად არ იყო, ხო? გამოაჩინა ის იარაღი, რომელსაც ახლა სწავლობენ სამხედრო ექსპერტები და ანალიტიკოსები და ამით მიანიშნა, რომ ვინ არის იზოლირებული, აი ესენი არიან ეს პრეზიდენტები და პრემიერები და ასე შემდეგ, ანუ უფრო დაიძაბება სიტუაცია. უკრაინა ახლა უბრალოდ არის ერთ-ერთი ტოპ თემა, დასრულდება 25-ში თუ 26-ში. სამწუხაროდ ვამბობ, ხაზგასმით, რომ სამ ნაწილად დაიყოფა ეს საცოდავი გავერანებული ქვეყანა, შემდეგ კიდე სხვა რაღაცა გამოჩნდება. ირანის პრობლემა არ არის მოგვარებული ამერიკისთვის და არც ისრაელისთვის. რა ხდება შემდეგ, ხო, აგერ ისრაელი ხან კატარს ესვრის, ხან იემენს ესვრის და ასე შემდეგ. ანუ არ დამთავრდება ეს მრავალპოლარული სამყარო, ნუ ალბათ ამერიკა შეეცდება, რომ ტრამპის მემკვიდრეობა გააგრძელოს და ეს მონროს დოქტრინა, ანუ ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკის იქით მე არ ვერევი, შენ აქეთ ნუ ჩაერევი. ძალიან რთული მოზაიკა არის, რომელიც წინასწარმეტყველება თვითონაც არ შეუძლიათ ლიდერებს. დიდი მადლობა გიას სტუმრობისთვის. ჩვენ დღევანდელი ეთერი დასრულებულია. ეთერში დავბრუნდებით ორშაბათს. დროებით.